Pavir, რომელსაც ბევრისთვის ვაანონსებდი, როდესაც წარმოვადგინე გიორგი მამარდაშვილი თორნიკე შენგელია, როგორც არქის ახალი მეგაპროექტის Grand Avenue-საც უკვე ინვესტორები და აქციონერები. დიახ, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და Paris Saint-Germain-ის ვარსკვლავი ხუჩა კვარაცხელია არქის ყველაზე მასშტაბური პროექტის Grand Avenue-ის ინვესტორი და ბიზნეს პარტნიორი გახდა. ძალიან მიხარია, რომ ასეთ მასშტაბურ და უნიკალურ პროექტში ვაკეთებ ინვესტიციას, როგორც Grand Avenue-ა. სპორტსმენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდანვე იფიქრო სამომავლო საქმიანობაზე, რომ შენ შრომას და მიღწევებს სათანადო გაგრძელება ჰქონდეს. მსოფლიოს ბევრ ქალაქში ვყოფილ ვარ და ჩემი აზრით Grand Avenue ისეთი პროექტია, რომელიც ბევრ ქალაქს დაამშვენებდა. ის ნამდვილად იქნება ქალაქის ახალი ცენტრი, განაცხადა ხუჩა კვარაცხელიამ. არქის გუნდში სჯერათ, რომ ხუჩა კვარაცხელია თავის წვლილს შეიტანს პროექტის განვითარებაში, ძალიან გვიხარია, რომ კიდევ ერთი ლეგენდა შემოუერთდა Grand Avenue-ს. თქვენ იცით, რომ ინვესტორები უკვე არიან გიორგი მამარდაშვილი და თორნიკე შენგელია, ასევე უკვე 7 წელზე მეტია ზაზაფაჩულია არის არქის პარტნიორი ამ თანავარსკვლავედში, კი ხუჩას დამატება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს Grand Avenue-ს მასშტაბურობას. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ Grand Avenue არის პროექტი, რომელიც თბილისში დინამო სტადიონთან ახლოს დადიანის ქუჩაზე, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარეობს და იქ უმაღლესი დონის საცხოვრებელ კომპლექსებთან ერთად გათვალისწინებულია ყოვლისმომცველი ინფრასტრუქტურის მოწყობა, თანამედროვე არქიტექტურა და ლანდშაფტის დიზაინი. 11 ჰექტარი გამწვანებული სივრცე, მეგა ჯიმი, პადელ ცენტრები, ჩოგბურთის კორტები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, 36 მეტრიანი შიდა და გარე აუზები. ყველაფერი კომფორტული ცხოვრებისთვის, მუშაობისა და განტვირთვისთვის. წარმატებები არქის ამ პროექტს, ხუჩა კვარაცხელიას, გიორგი მამარდაშვილს და თორნიკე შენგელიას. რაც შეეხება კიდევ ერთს, ამ ყველაფრის შემხედვარე გადავწყვიტე ჩემს რამდენიმე კონტაქტს და ახლობლისთვის მიმეწლინა ხმა. მე გამისთა კითხვა და ინტერესი მომესმინა ცოტა განსხვავებული აზრი. თუ რას ნიშნავს, როცა ქართველი სპორტსმენები გავიდნენ საერთაშორისო ასპარეზზე, იღებენ კარგ შემოსავალს და ინვესტირებენ საქართველოს ეკონომიკაში. მოდი ვნახოთ დეტალები ინტერვიუებში, კიდევ სხვა ინტერვიუებიც მზადდება ამ დღეებში და საინტერესო მოსაზრებებს შემოგთავაზებთ ჩვენი სპორტსმენებისგან და საზოგადოების მნიშვნელოვანი სახეებისგან. ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, როცა გესმის, სპორტსმენმა კარგი და სწორი ინვესტიციები გაქვს, სწორი გადაწყვეტილებები მიიღო. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ბიზნესმენები, უფრო სხვა კუთხით. და რა თქმა უნდა ძალიან ბევრ რაღაცას ტოვებ და გამოგრჩება ადამიანს და სპორტსმენს ზოგადად შენს ცხოვრებაში და შენს კარიერაში. და ყოველთვის სიამოვნებს რა თქმა უნდა ის ფაქტი, როცა აი კევინ დურანტის მაგალითს მოვიყვან, რამდენ Coinbase-ი, Robinhood-ი, ძალიან ბევრი სპორტულ გუნდში ფრენჩაიზში, როგორც WNBA-ში, ისე Paris Saint-Germain-ში აქვს მეგონი გაკეთებული ინვესტიცია. ძალიან კარგი ინვესტიციებია გაკეთებული. და სასიამოვნოა ყოველთვის ესე წარმატებული case study-ები, როცა გესმის. პირველში უნდა სიამოვნებდეს ადამიანს, უნდა მოგწონდეს ზოგადად ინვესტიცია და იმის გათვალისწინებით, რომ იმედი მაქვს ეს არის long term. ანუ გრძელვადიანი, იმიტომ რომ თანხების ინვესტიციის დაბრუნებას დრო ჭირდება, რა თქმა უნდა. და აგრეთვე არის ძალიან ბევრი სხვადასხვა, აი მაგალითად სტეფის შემთხვევაში, სტეფი ძალიან ჩართულია, თქვათ, ინოვაციებში. ძალიან მოწონს, ალბათ ბუნებრივია, იმიტომ სან-ფრანცისკოში ცხოვრობს და იქ თამაშობს პირველი დღიდან და შესაბამისად უფრო მარტივია მისთვის და უფრო ადვილია მისთვის ცდომა სხვადასხვა ინვესტიციებში. არიან ფეხბურთელები, რომლებიც ფეხბურთს თამაშობენ და 33-34 წლის ასაკში უკვე ანებებენ ფეხბურთის თამაშს და უკვე ფეხბურთთან არანაირი კავშირი არ აქვს რა. იმათ რა ქვია იმას და მაგათვე ძალიან მნიშვნელოვანია რომ იქ რაღაც კაპიტალი დააგრო რომ მომავალში მე ამით ამ კაპიტალით იცხოვრო.
არიან ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებიც ამ კარიერას აგრძელებენ როგორც მცდელები, რომ ჩემს შემთხვევაში რა, ან ჩემს შემთხვევაში, ნუ ეგ ალბათ რაღაც ერთი თქვათ, რომ მაქსიმუმ 60 წლამდე ფეხბურთელი 35 და კიდე 25 წელიწადი როგორც მცდელი. ნუ არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ამ ფეხბურთს არ იმაშობიან, ნუ უკვე როგორც მცდელს არ აგრძელებენ და ეხლა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ რაღაცა ბიზნესი გააკეთო, რაღაცაში ჩადო ეს ფული და მე მომავალში რომ პრობლემები არ შეგექმნას. როდის იწყება რეალურად ფიქრი თოკო აქტიური სპორტული კარიერის პარალელურად პოსტ სპორტულ კარიერაზე? ალბათ ყველასთვის განსხვავებული პერიოდია, მაგრამ მე ვიტყოდი რომ რაც უფრო მალე მით უკეთესი რა. ანუ თავიდანვე თადარიგის დაჭერის ვარიანტია? კი. ჩემი აზრით ყველა იდეალური არის, ნუ ჩემს შემთხვევაში მე ვიტყოდი რომ ბოლო ალბათ 7-დან 10 წელია რაც უკვე ამაზე აქტიურად ფიქრობ, ხო? იმ პერიოდში როცა თამაშობდი შიო, მაშინ შეიძლება ესეთი შესაძლებლობები და ასე ვთქვათ, არეალები არ იშლებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მაშინაც იქნებოდა აქტიური ფიქრი და შენ რას გაიხსენებ? კი. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ თოკოს შესაძლებლობები ნიჭი და გაქანება ნამდვილად ბევრად აღემატება და აღემატებოდა ჩემს ნიჭს. მაგრამ რაც შეეხება ინვესტიციაზე ფიქრს და რაღაც გონივრული კარიერის გაგრძელებას დავეთანხმები თოკოს ყველა თავისებურად უყურეს, მაგრამ ნამდვილად ადრეული ასაკიდან დავიწყე სწავლა, ეს იქნებოდა სამსახურებრივი გამოცდილება თუ ასე შემდეგ. ბევრი არის საავგარეთიდან საავგარეთ თამაშობს ფეხბურთს, კალათბურთი იქნება, ფეხბურთი იქნება თუ რა ქვია იმას სხვა სახეობის სპორტი, მერე ჩამოდიან საქართველოში და ამ ფულს საქართველოში ხარჯავენ, ამ ფულით ბიზნესს აკეთებენ საქართველოში და ნუ საქართველოს ეკონომიკას რა თქმა უნდა ეხმარებიან რა, ამაზე ცუდი რატო უნდა იყოს ეს ცუდი, პირიქით კარგია, იმიტომ რომ ეხლა როგორც გითხარით, იგივე კალათბურთში, იგივე ფეხბურთში, იგივე სხვა სპორტში ხო საქართველოში ფულს ვერ გააკეთებ ისე იმ დონის ფულს, რომ რაღაცა შენი დიდი ბიზნესი გაანვითარო და ამ ბიზნესიდან რაღაცა შემოსავალი გქონდეს და რა თქმა უნდა ქართულ ეკონომიკაშიც რაღაცა რა ქვია შემოსავალი შეიტანო შენი მხრიდან რა. მე არ ვიძახი იმას, რომ რაღაც პატარა ინვესტიციებს აკეთებ, ხო? ჯობ რაღაც დიდზე, რაღაც მასშტაბურზე და ბოლო წლებში გამოჩნდა ყველაზე ძალიან და ტაიმინგი ძალიან მნიშვნელოვანია. მე მქონდა ერთი შემთხვევა, როცა ახალწეული, ასე თქვა, დეტროიტში როცა თამაშობდი, ახალწეულმა კითხა ესეთი რაღაცა, რომ რაში შეიძლება გავაკეთო ინვესტიცია. მაშინ მის შემთხვევაში მხოლოდ ერთადერთი ინვესტიცია ჩემი გადმოსახედიდან მისაღები იყო თავის თავში რომ გაეკეთებინა. იმიტომ რომ მაინც ახალწეული ახალგაზრდა არის და პირველ რიგში უნდა იფიქროს მის კარიერაზე და თავის თავში უნდა გააკეთოს და დააბანდოს ეს ინვესტიცია. მაგრამ როცა უკვე რაღაც პირველი, მეორე, მესამე კონტრაქტზე ხარ, ხო, აი ეს მაგალითები რაც ჩამოთვალე. რა თქმა უნდა, მე უკვე ბუნებრივია რომ ფიქრობ უფრო ფართოდ, ხო? და მე ვფიქრობ დღევანდელ რეალობაში საქართველო გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ასარჩევად კონდეს საქმე თუ რაში ჩადო ინვესტიცია. არის რამოდენიმე საინტერესო დარგი და ასე რომ მიხარია ეს ფაქტი, რომ საქართველოშიც შეიძლება ინვესტიციების გაკეთება.